ბოლო 2 დღეა სალარო აპარატების მქონე ინდმეწარმეებს აპარატების სერვისზე პასუხისმგებელი კომპანია Georgian Service Network-ი გამაფრთხილებელ SMS შეტყობინებას უგზავნის, რომლის თანახმად ინდმეწარმემ ყოველთვიური 5 ლარიანი გადასახადის ნაცვლად 1 წლის თანხა 60 ლარი წინასწარ უნდა გადაიხადოს. კომპანიაში აცხადებენ, რომ თუკი ინდმეწარმე საქმიანობას უფრო ადრე შეწყვეტს, მას თანხა უკან დაუბრუნდება. შემოსავლების სამსახურში კონტრაქტორი კომპანიისთვის ამგვარ მითითებას უარყოფენ ეკონომისტები კი ფინანსთა სამინისტროს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ნანა კარიჭაშვილი ინდმეწარმეა. სალარო აპარატის მომსახურების ყოველთვიურ გადასახადს სისტემატურად იხდის. თუმცა ცდილობს გაერკვეს თუ რატომ ითხოვს სერვისის კომპანია სალარო აპარატის 1 წლის მომსახურების საფასურის წინასწარ დაფარვას. მე ისე მომიწია 15 ლარის დაფარვა. როგორც აი აქ ამიხსნეს, მითხრეს, რომ წლის ბოლომდე ეგ თანხა GPS-ის მომსახურების შენ გექნება გადახდილი. ეხლა კიდე მომდის გუშინ წინ მესიჯი. მითხრეს, რომ წინასწარ გთხოვ დაფაროთ 60 ლარი, ახალი წესი არის საფინანსო სამინისტრომ გამოუშვა, რომ წინასწარ GPS-ის მომსახურება უნდა დაიფაროს 2013 წლის, რატო უნდა დავფარო წინასწარ სრული თანხა. იქნებ მე შუა წელიწადში ვწყვიტავ ჩემ საქმიანობას. მეცხრე არხმა ამ შეკითხვით კომპანია Georgian Service Networks მიმართა. წერილობით პასუხში ნათქვამია, რომ გამაფრთხილებელი SMS-ით იმ მომხმარებელთა ინფორმირება მოხდა, რომლებთანაც საგარანტიო და ტექნიკური მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ვადა დეკემბერში იწურება. ხოლო მომხმარებლების მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კომპანია ავანსად გადახდილ თანხას უკან დააბრუნებს. მეცხრე არხის შეკითხვას დაავალა თუ არა ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახურმა Georgian Service Networks ინდმეწარმეებისგან თანხის წინასწარ გადახდა უწყება წერილობით პასუხობს. შემოსავლების სამსახური არ არეგულირებს შპს Georgian Service Networks-სა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებით სალარო აპარატის ტექნიკური მომსახურების ყოველთვიური საფასურის გადახდის პირობებს. აქედან გამომდინარე შემოსავლების სამსახური ვერ ჩაერევა ორ სუბიექტს შორის მომსახურების საფასურის გადახდის პირობების დადგენაში. ეკონომისტი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ინდმეწარმეთა პროტესტი საფუძვლიანია და ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროს ახალმა ადმინისტრაციამ დროული რეაგირება უნდა მოახდინოს. რატომ აინდა-მაინც ეხლა და რატომ აინდა-მაინც დაუშვათ შემოსავლების სამსახურთან დაკავშირებული ორგანიზაციის მხრიდან ხდება ესეთი გადაწყვეტილების თუ მესიჯის გაგზავნა, რომელმაც შეიძლება პირდაპირ თუ არაპირდაპირ გაღიზიანება გამოიწვიოს მცირე მეწარმეების, არ გამოურიცხავ, რომ ეს საკითხი დაკავშირებული იყოს დაუშვათ ახალი მთავრობის დამტკიცებასთან და გარკვეული უკმაყოფილების გამოწვევასთან იმ მცირე მეწარმეებში. ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახურში დღეისათვის შპს-ს და ინდმეწარმის 109.919 სალარო აპარატია აღრიცხული.